Თქვენ ღამემდე გაგრძელდა დაპირისპირება გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთის მოსახლეობასა და კანადელ ინვესტორს შორის 75 ჰექტარის საძოვრის გამო. მოსახლეობის თქმით 2 წლის წინ სახელმწიფომ სოფლის კუთვნილი საძოვარი უკანონოდ გაიტანა აუქციონზე, რომელშიც მონაწილეობა ადგილობრივებმაც მიიღეს, მაგრამ მესაკუთრე ვინმე თემურ მღებრიშვილი გახდა, რომელიც ზეღდულეთელების ინფორმაციით ძალოვან უწყებაში მუშაობდა. მოგვიანებით მღებრიშვილმა საძოვარი შეფს ფუდლენდს მიყიდა, რომლის მფლობელი კანადელი ინვესტორია. გუშინ მოსახლეობამ ინვესტორს კუთვნილი მიწის დამუშავების უფლება ამისა. ადგილობრივები საქმის შესწავლას და გამოძიებას ითხოვენ. უცხოელი ინვესტორი აცხადებს, რომ აპირებს სასამართლოში სარჩელის შეტანას სოფლის მოსახლეობის წინააღმდეგ. ადგილზე მივიდნენ სამართალდამცველები, რომლებმაც ვითარება განმუხტეს. აუქციონი ჩატარდა შეცდომითა. ჩვენ შეგვატაინეს ფული სოფელსა. და იმანაც შეიტანა მღებრიშვილმა. ვინაიდან იმან 1000 ლარით მეტი შეიტანა? ჩვენ იმას დაურეგისტრირეს ეს ფართობი. Now I'm seeing საქართველოს აქამდე დადებითი კუთხით ვიცნობდი, თუმცა დღეს მის უარყოფით მხარეს ვხედავ. ეს ხალხი ჩემს ტერიტორიაზე იჭრება და ჩემს უფლებებს არღვევს. 2 წლის წინ იგივე მოხდა. მთავრობის შუამავლობით 25 ჰექტარი მიწა გადავეცი ამ ხალხს და ახლა იგივე ადამიანები კვლავ მავიწროვებენ. მინდა მიუმართო სამართალდამცველებს და მთავრობას, რომ დამეხმარონ. ის რაც საქართველოში ხდება, სხვაგან არსად არ ხდება.